რამე ყოფს იქეთ. იქეთ მე არ მქიდება გადავუღეთ ჩემ ძირფას ხალხს და მე ერთად შევხედავ ხოლმე. იცით რა გულები ვიცხოვრე მე? იცით როგორ ვიბრძოდი მე? მე ვარ თვითონ ჯიუჟატა და მადლობელია. ეხლა ჩვენ ვიტყოდ იმაზე რომ ავერთიოთ და ამაში თუ მე რამე შეიძლება რამე შემეძლება და თქვენთან ერთად არ გავაკეთო შერცხვენილი კაცი ვიყო. ავარია საათზე გამოვიდა საათზე რაღაცა ჯულის უთხრეთ. და ისევ უბრალოდ გუნდები აი ხომ ხედავ დღეს ჩვენ თითქოს ყველაფერი გვაქვს მაგრამ როგორ გვიჭირს პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი მოდით ჩემთან მე მოგეხმარებით კაც მე ესა მაგალითად და ვფიქრობ როგორ მე მოინახოს ის გზა რომელიც იქნება ნაკლები სისხლით გასავლელი გზა და იქნებ საქართველოს და ყველას თქვენი ფესვები გაქვს. ზოგს კახეთში, ზოგს რაჭაში, ზოგს სამეგრელოში, ზოგს სამხეზეთში. აი ამ ფესვებს ახლა ყველამ უნდა მოუხმოთ. მათ შორის პირველ რიგში მოლაპარაკე. ქართველები ძლიერი ხალხი ვართ, მაგრამ აი ჩვენი შინაუბედურებების გამო ჩვენი შინასი სუსტეების გამო, ჩვენი შინასი მახინჯეების გამო ჭირს უპირატესად ის, აი რაც ჩვენ ახლა ჭირს. საქართველოს უნდა იყოს განუყოფელი. საქართველოს უნდა იყოს ერთიანი. Обманули очередной раз. Обманули весь наш народ, грузинский народ. Обманули Грузию. Это разве порядочно? Это все еще мягко говоря. ომში ყველაფერი ხდება ბატონო ჩემო საქართველოს აუგე ყველა მიასწრებული არის როგორ გასულადა და რა როგორ შემიძლია მე შემიძლია გიხარი და აფიცარი მე დარწმუნებული ვარ მე მჯერა რომ ჩვენი ხალხი როგორც ერთ ყველანი შეუძლებელს გააკეთა მე დარწმუნებული ვარ იმაში აქ მთელი საქართველო ჩამოვა მე ძალიან დიდი თხოვნა მექნება ამ შენობის დაცვა, ამ შენობის მოვლა, ეს არის სინდის